სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ახალი გამოფენა ბალანჩივაძეები გაიხსნა. ექსპოზიციაზე ქართველი კომპოზიტორის და საზოგადო მოღვაწის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახის წევრების ფოტოები და ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრებია გამოფენილი. დეტალებს გამოფენიდან უფრო კარგად თიკო არჯევანიძის სიუჟეტიდან გაიგებთ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ანდრია ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი ბალანჩივაძეების გამოფენას 16 ოქტომბრიდან მასპინძლობს. გამოფენა მსოფლიოში ცნობილი ბალეტმეისტერისა და სახელმოხვეჭილი ხელოვანის ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 100 წლის თავს ეძღვნება. დამთვალიერებელს 3 კვირის განმავლობაში საშუალება ექნება ქართული მუსიკალური კულტურის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახის წევრების მხატვრული ნამუშევრები და მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იხილოს. ქართული საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი მათი დამსახურება მუსიკის სფეროში. ასევე კარგად არის ცნობილი სოფლიოში სახელმოხვეჭილი ხელოვანის ჯორჯ ბალანჩინის სახელი, მაგრამ ძალიან საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ის გახდათ ანდრია ბალანჩივაძის ძმა და მელიტონ ბალანჩივაძის შუათანა ვაჟი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია თამარ ბალანჩივაძის ერთი ფერწერული ტილო, რომელიც სამხატვრო აკადემიაში შემთხვევით აღმოაჩინეს. ქალბატონი თამარ ბალანჩივაძე, როგორც იცით, იყო ამ უდიდესი გვარის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს სამყაროში, ანუ ჩვენ საშემოქმედო სამყაროში არის შემორჩენილი მხოლოდ ამ ერთადერთი ნამუშევრით სამწუხაროდ, რომელიც საბედნიეროდ ინახებოდა სამხატვრო აკადემიაში. გამოფენაზე ბალანჩივაძეების ოჯახის წევრების ჯერ კიდევ უცნობი და ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი აგრეთვე ოჯახის არქივში კერძო კოლექციებსა თუ მუზეუმში არსებულ მხატვრულ ნამუშევრებსა და ფოტო-დოკუმენტურ მასალას იხილავს. აქ წარმოდგენილი არის ამ გვარის მეორე ნიჭიერი ხელოვანი თავისი შემოქმედებით, ასევე ფოტო-დოკუმენტები და დოკუმენტური მასალა არის წარმოდგენილი გამოფენაზე. ბალანჩივაძეების ოჯახის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.